ყველას გვასწავლეს, რომ მედია მხოლოდ ლეგენდაა, მაგრამ რა დაემართა იმ ცოდნას, რომელსაც მთელი ანტიკური სამყარო ეძებდა. ძველი სამყაროს ყველაზე იდუმალი ცოდნის წყარო იყო კოლხეთი. კირკე და მედია ლეგენდებია. შესაძლოა, მაგრამ გადმოცემები აღწერენ ადამიანებს, რომლებიც მცენარეებითა და ნარევებით ადამიანის სხეულზე ზემოქმედებას სწავლობდნენ. ეს ცოდნა იმდენად ძვირფასი იყო, რომ მის მოსაპოვებლად ანტიკურმა სამყარომ ნადირობა დაიწყო. სანამ ევროპა ფარმაკოლოგიას შექმნიდა, მცენარეების უზენაესი ძალა აქ ჩვენს მიწაზე, კოლხეთში დაიბადა. ის, რასაც დღეს თანამედროვე სამყარო თავის საწყისად თვლის, სინამდვილეში ჩვენი წინაპრების საიდუმლო იყო. პირველები, ვინც ამ ცოდნას დაეუფლნენ, ბერძნები იყვნენ, მაგრამ მათ ერთ ხრიკს მიმართეს, ცოდნას მეცნიერების ნაცვლად. მითოლოგიის ნიღაბი ააფარეს, რეალური ცოდნა ლეგენდად აქციეს, მისი წყარო კი ზღაპრად გადააქციეს. მაგრამ ისტორიის პარადოქსი სწორედ აქ იწყება. რაც ბერძნებმა კოლხეთისგან მიითვისეს, თავადაც ვერ შეინარჩუნეს. ძველი წელთაღრიცხვით 66 წელი რომის ლეგიონები აღმოსავლეთისკენ მიიწევენ, პომპეუს დიდის მეთაურობით. პონტოს მეფე მითრიდატე მე-6. მითრიდატე წლების განმავლობაში აგროვებდა მცენარეებისა და შხამების შესახებ ცოდნას. ქმნიდა ანტიდოტებს, რომლებიც სიკვდილსაც კი აჩერებდა. როდესაც პომპეუსმა ის დაამარცხა, რომისთვის ყველაზე ძვირფასი ნადავლი არც ოქრო აღმოჩნდა და არც ვერცხლი, არამედ მითრიდატეს ხელნაწერები. პომპეუსის ბრძანებით ეს ხელნაწერები ლათინურად ითარგმნა. პლინიუს უფროსი სწავლობდა მითრიდატეს ჩანაწერებს. ასე შეიკრა ისტორიული ციკლი. კოლხური ცოდნა ბერძნებმა მიითვისეს, ბერძნული რომმა. მაგრამ აქ ისტორია არ მთავრდება. ხელნაწერები აღწერდა მცენარეებს. პროპორციები არსად ეწერა. სინერგია ნახსენები არსად იყო ფარმაკოლოგიის უმაღლესი კანონი, კი მარტივია. ცალკეული მცენარეები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ნამდვილი ძალა კი პროპორციებსა და სინერგიაშია. იმპერიებმა მიიღეს მხოლოდ ფრაგმენტები კოლხეთიდან, ხოლო კოლხეთის სრულყოფილი ფორმულა კი ისტორიაში არასოდეს ჩაწერილა. კითხვა მხოლოდ ერთია, ის დაიკარგა თუ ვიღაცამ, უბრალოდ დამალა და თუ დამალა, სად ან რატომ? ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი აღარაა, სად გაქრა ამ ხელა ცოდნა. ქაირონი, ხიდი ადამიანსა და ბუნებას შორის.